ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღში დღეს მაცნეს გადამღებმა ჯგუფმა 20-მდე კურდღელი დააფიქსირა. ფაქტის შესახებ ბაღის გამგე აცხადებს, რომ ორი კურდღელი ბაღს ახსაზრდელის მშობელმა აჩუქა, რის შემდეგაც ისინი გამრავლდნენ. ლიანე თავაძის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პროგრამის თანახმად მათ ბავშვებისთვის შინაური ცხოველების დახასიათების სწავლება ევალებათ. ამიტომ ცოცხალი კურდღელის ყოლა თვალსაჩინოებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია. მაცნეს ასევე შეატყობინეს, რომ ბაღის ტერიტორიაზე ღორსაც ზრდიდნენ. საკითხთან დაკავშირებით ლიანე თავაძე აცხადებს, რომ ღორი ახლობელმა მიუყვანა, თუმცა შინაური ცხოველი ბაღში 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ფაქტზე ბათუმის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად ბაღის გამგეს დაეკისრება. ნატალია ზაქარიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ გაერთიანებაში საჩივარი და შეტყობინება დღემდე არ შესულა. იგი აქვე განმარტავს, რომ დებულება ზოოკუთხის არსებობას არ ითვალისწინებს, თუმცა თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია ბაღში მხოლოდ 5-მდე კურდღელი იყოს. თემაზე უფრო ვრცლად მაცნეს მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. ჩვენ პროგრამაში გვიდევს შინაური ცხოველების ახსაზრდელებზე დახასიათებები მათი და უხარია ყველას, უხარია ბავშვებს და როცა ღია მეცადინეობები გვაქვს თუ რამე გვაქვს, ის არის ყველა გალიაში მოთავსებული, ბავშვთან არანაირი შეხება მას არ აქვს. ღორი ყავდა იმ მიზნით, რომ იქნებოდა აი მთლიანად 9 საათიც არ იქნებოდა, ქორწილი მქონდა. ხო და სანამ დამირეკეს და მომიყვანეს და მითხრეს, მარტო ვიყავი აქ საწამეყვანა და დაურეკე მერე, ვისაც უნდა წაეყვანა და წაიყვანეს 9 საათიც არ ყოფილა პრინციპში. მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება საბავშვო ბაღის გამგეს. ჩემი მუშაობის პერიოდში გაერთიანებაში საჩივარი არ შემოსულა, ხოლო რეაგირება ეგრეთვე როგორც კი შემოვა, ეს იქნება ინფორმაციის სახით, გავდივართ საბავშვო ბაღებში და ვამოწმებთ შემოსულ ინფორმაციას. მე ეს ახლა თქვენ რასაც მეუბნებით, მე ამაზე საჩივარი არ მაქვს, რა თქმა უნდა, თუმცა ვიყავი საბავშვო ბაღებში, დათვალიერებული მაქვს და იქვე დაგითანხმებით ნამდვილად, რომ არსებობდა ის, რაც თქვენ ახსენებთ. ჩვენ ამას გადავამოწმებთ და აქედან გამომდინარე მივიღებთ ზომებს.